ამერიკა უკრაინას პატრიოტის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს, თავად კი უკრაინისგან დრონებს იყიდის. ამის შესახებ ტრამპმა ზელენსკისთან საუბრის დროს განაცხადა. ამერიკისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს ანკარაში ნატოს სამიტზე შეხვდნენ. ჩავიდოდა თუ არა მოსკოვში ამ კითხვაზე ზელენსკიმ ტრამპს უპასუხა, რომ რთული არადგანი უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს. ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში შეხვედრიდან დღემდე მას და ზელენსკის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ნატოს სამიტზე ომში მყოფი ქვეყანა პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეუთანხმდა. რუსეთიდან ყირიმში ელექტროენერგიის შესვლის საკვანძო წერტილი 5 ელექტროქვესადგური, პოლიგონი და 3 რადიოლოკაციური სადგური. მადიარ ბროუდი ოკუპანტების სამიზნებზე დღეს განხორციელებული დარტყმების კადრებს აქვეყნებს და მათ დანაკარგებს ეწერს. ჩვენ გავძლევთ მოსკოვი დაეცემა, ყირიმს გამოკვებავთ და აღვადგენთ, წერს მადიარი. ლიკვიდირებულია ჰამასის სპეცდანიშნულების რაზმის ნუხბას ძალების მეთაური მოჰამედ ემად ალ-რაჰმან აბუ ტაიმა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის დროს აბუ ტაიმამ კიბუცი ნირიმი დაარბია. საქართველოში ზაფხულის ცალკეულ პერიოდში ტემპერატურის 39-42 გრადუსამდე მატება. მოსალოდნელი ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით შესაძლებელია გვალვის, ტბური ტალღებით, ცალკეულ პერიოდში კი ძლიერი ნალექის განვითარებაც.